გავაკეთოთ შემდეგი ორი ამოცანა. პირველი, თუ m კენტია, მაშინ ლუწია თუ კენტი m კვადრატს პლუს m გამოსახულების მნიშვნელობა. ამის დადგენა საკმაოდ მარტივად შეგვიძლია, თუ m-ის ნაცვლად დავიღებთ კონკრეტულ კენტ რიცხვს. ვთქვათ, m არის 3, რომელიც არის კენტი. მაშინ m კვადრატი იქნება 3-ის კვადრატი, ანუ 9, ხოლო m კვადრატს პლუს m, ეს არის 9-ის და 3-ის ჯამი, რომელიც არის 12. 12 არის ლუწი რიცხვი. შესაბამისად, m კვადრატს პლუს m-ის მნიშვნელობაც ლუწია, ანუ კითხვაზე პასუხი გვაქვს. თუმცა ამ ამოცანის ამოხსნა შეიძლება ასევე ასე კონკრეტული რიცხვების ჩასმით, არამედ ვრცლად ან ანალიზურად გამოვიყვანოთ. ასეთნაირად m კენტი რიცხვი ჩვენ ზოგადად შეგვიძლია ჩავწეროთ შემდეგი სახით: 2n პლუს 1, სადაც n არის ნატურალური რიცხვი. მაშინ m კვადრატი რომ დავთვალოთ, ამისთვის უნდა დავთვალოთ 2n პლუს 1-ის კვადრატი. სრული კვადრატის ფორმულა გამოვიყენოთ, ან ჯამის კვადრატი. გვექნება პირველი წევრის კვადრატს, ან 2n-ის კვადრატს, ეს არის 4n კვადრატი. დავუმატოთ გაურკეცებული ნამრავლი პირველი და მეორე წევრის, ან 4n და მეორე წევრის კვადრატი 1. ახლა როგორ გადავწეროთ m კვადრატს პლუს m? m კვადრატის ნაცვლად ჩავწეროთ ეს მრავალწევრი და m-ის ნაცვლად დავწეროთ 2n პლუს 1. გვექნება 4n კვადრატს დამატებული 4n დამატებული 1 დამატებული 2n-ს პლუს 1. გავამარტივოთ მიღებული გამოსახულება და მსგავსი წევრები შევკრიბოთ. რადგან კვადრატიანი წევრი n კვადრატიანი წევრი მეტი არ გვაქვს, პირველი დავწეროთ უცვლელად. n წევრიანი გვაქვს 4n და 2n არის მსგავსი წევრები, ამიტომ შეგვიძლია შევკრიბოთ, გვექნება 6n და რიცხვები ჩვეულებრივი ნატურალური რიცხვები 1 და 1-ის ჯამი, ეს არის 2. თუ დავაკვირდებით ამ მრავალწევრის თითოეულ შესაკრებს, ეს კოეფიციენტები 4, 6 და 2 ჩვენ სამივე იყოფა 2-ზე. ამიტომ ჩვენ შეგვიძლია ეს გამოსახულება ასეთნაირად გადავწეროთ: 2-იანი გავიტანოთ ფრჩხილებს გარეთ და ფრჩხილებში გვექნება უკვე 2n კვადრატი პლუს 3n და პლუს 1. დავაკვირდეთ საბოლოოდ მიღებულ გამოსახულებას, ეს არის 2-იანის და ფრჩხილებში მოთავსებული გამოსახულების ნამრავლი. ესე იგი, m კვადრატს პლუს m, რომელიც უდრის აი ამ გამოსახულებას, ის მამრავლად შეიცავს 2-იანს. ამიტომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ m კვადრატს პლუს m იყოფა 2-ზე. და რახან რიცხვი იყოფა 2-ზე, ამიტომ ის არის ლუწი. ან მივიღეთ იგივე დასკვნა, რომ m კვადრატს პლუს m არის ლუწი. ახლა გავაკეთოთ მეორე ამოცანა. შემდეგი, თუ a, b და c არის მიმდევრობით აღებული ნატურალური რიცხვები, მაშინ დავადგინოთ ლუწია თუ კენტი a, b და c-ს ჯამი. მიმდევრობით აღებული ნატურალური რიცხვების ჩვენ შეგვიძლია ჩავწეროთ ასეთი სახით. თუ a არის პირველი ნატურალური რიცხვი მიმდევრობით აღებული 3 რიცხვიდან, a-ს მომდევნო იქნება 1-ით მეტი, ანუ b, უკვე შეგვიძლია ჩავწეროთ როგორც a პლუს 1. ხოლო c შეგვიძლია ჩავწეროთ როგორც a პლუს 1-ის მომდევნო,
a plus 1-ის მომდევნო იქნება a plus 2. ესე იგი, გვაქვს მიმდევრობით აღებული რიცხვები a plus 1 და a plus 2. A-ს, B-ს და C-ს ჯამი რომ დავთვალოთ, საკმარისია დავთვალოთ 100, a plus 1-ის და a plus 2-ის ჯამი. ანუ ის იქნება იგივე. გავამარტივოთ ეს გამოსახულება, გვექნება 1, 2, 3 a გვაქვს, 1-ის და 2-ის ჯამი გვაქვს, რომელიც არის 3. 3 შეგვიძლია გავიტანოთ ფრჩხილების გარეთ, დაგვრჩება ფრჩხილებში a plus 1. დავაკვირდეთ მიღებულ გამოსახულებას, ანუ 3-ის და a plus 1-ის ნამრავლს. რა შეგვიძლია ჩვენ აქედან დავასკვნათ? 3-იანი ვიცით, რომ არის კენდი. ამ ნამრავლის მნიშვნელობა, ლუწობა და კენდობა დამოკიდებულია a plus 1-ზე. მაგრამ a plus 1 შეიძლება იყოს როგორც კენდი, როგორც ლუწი, ეს უკვე დამოკიდებულია a-ზე. ანუ მიმდევრობით აღებული 3 ნატურალური რიცხვიდან პირველი რიცხვი როგორია, ლუწი თუ კენდი? თუ a ლუწია, მაშინ a plus 1 იქნება კენდი. ამიტომ 3-იანის და a plus 1-ის ნამრავლი, ეს არის როგორც 2 კენდი რიცხვის ნამრავლი და მივიღებთ, რომ ეს ჯამი, a, B-ს და C-ს ჯამი არის კენდი. თუ a არის კენდი, მაშინ a plus 1 იქნება ლუწი და ვიცით, რომ ლუწის და ნებისმიერი სხვა ნატურალური რიცხვის ნამრავლი არის კვლავ ლუწი და მივიღებთ, რომ ამ გამოსახულების მნიშვნელობა არის ლუწი. ესე იგი, გვაქვს 2 პასუხი იმის და მიხედვით, 2 განსხვავებული პასუხი იმის და მიხედვით, მიმდევრობით აღებული 3 ნატურალური რიცხვიდან პირველი რიცხვი როგორია, ლუწი თუ კენდი.